ჩვენი შოუ 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 საღამოშვიდობის ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებათ ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი. დღეს 27 სექტემბერია. ჩვენი უსაყვარლესი და მშობლიური სოხუმის დაცემის დღე. ეს ჩვენი მოუშუშებელი ტკივილია, მაგრამ ამასთან ესაა გახსენება სოხუმის დამცველთა გასაოცარი გმირობისა. ბატონი ჟიული ჩარტავას, გურამ გაბესკირიას და მათი თანამებრძოლების ვაჟკაცობისა და გაუტეხლობისა. ჯერა ისტორიული სამართლიანობა აუცილებლად აღდგება და ჩვენ ქართველები და აფხაზები ძველებურად ერთმანეთის მხარდამხარ, ისევ ძმურად და მეგობრულად ვიცხოვრებთ ერთიან საქართველოში. ნება მიბოძეთ სტუდიაში მოვიწვიო ორი ყველასათვის კარგად ცნობილი და საყვარელი მომღერალი, რომლებიც წარმოშობით აფხაზეთიდან არიან. და-ძმა სოფო და ბორის ბედიები. ჩემთან ახარ არ მშორდები, მონატრებით მაგონდები, შენი მზით გამათბო დაბრუნდება ის დღეები, ისმის ჩვენი სიმღერები არასდროს არ დაგთმო. მინდა შენი გზები ვკოცნო, საქართველო დაგილოცო, არ წავსულვა დავბრუნდები ისე ქარის ზღვიდან მონაბერი, სიყვარულის ხმაზე მღერის, იცის ერთად უნდა ვიყო ჩვენ. აფხაზეთო შენ ახარ ჩემი საქართველო, აფხაზეთო ლურჯოს ლავგაზე ცავსის ფერო, აფხაზეთო დაგვაშორეს ვის ნაპირებს, შეგისრულებ დანაპირებს, ერთად ვართ ქართველნი. საქართველოს სადიდებელს ვიცისევ რომ ვიმღერებთ, ვერ შეგვცვლის ვერავი. ყველაფერი შენ გეკუთვნის, შენ გაშუქეთ ჩემი გული, არ გამქრალა ის დღები მახსოვს. მინდა ერთად გავიხაროთ, ზემთვარესთან ავიტანოთ, შენ არასდროს არ მოვილხარ შორს. აფხაზეთო შენ ახარ ჩემი საქართველო,
თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი, ჩვენი შოუს დიდი მეგობარი და ჩვენი შემოქმედებითი გუნდის წევრი, საპატიო თბილისელი ბატონი გოგა პიპინაშვილი. ჩემო გოგა, მადლობა შენ გენაცვალე. დღეს ერთად ყოფნისთვის მომბრძანებისთვის და ერთი კვირაა გასული თბილისობის შემდეგ და თბილისობაზე ჩვენ გქონდა მიძღვნილი გადაცემა, მაგრამ იმდენი ჩემი ძვირფასი და ჩვენი შოუსთვის ძალიან ახლობელი ადამიანი დასახელდა საპატიო თბილისელად, რომ რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ ამას დავუთმობდით შემდეგ გადაცემას და ვიწყებ შენი ჩემო ძვირფასო ადამიანო და გილოცავ სული და გულით. დიდი მადლობა, ეს ნამდვილად საპატიო ჯილდოა და მე ამაყება კიდეც, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება მე ამ ქალაქში დავიბადე, გავიზარდე, დავბერდი და ძალიან მიყვარს ჩემი თბილისი და სულ ცდილობდი ისე მეცხოვრა, რომ ვინმესთვის რამე არ დამეშავებინა და ბოლოს მაინც ვერ გავიგე რა დავაშავე ესეთი, რომ საპატიებელი გავხდე და საპატიო ანუ თავისთავად ეგ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. აქამდე თუ შემეძლო, ეხლა შინაურულად რო გითხრა, ვიღაცა გზას რო გადამეჭრი და შემეგინებინა გულიანად, ეხლა მაგასაც ვეღარ მოვახერხებ და მომიწევს ცხოვრების ბოლომდე აი ეს არაჩვეულებრივი ჯილდო ვატარო ჩემი მხრებით და დიდი მადლობა ამისთვის თელს და ყველას ვინც ეს რეალურად შემიფასა. მადლობა კიდევ ერთხელ. შენ არა მარტო ყველანაირად მსახურება მართა საპატიო თბილისელი განდები, ყველა ატრიბუტით, ყველა ნიშნით, იმავდროულად ყველაზე ხანდაზმული თბილისელიც ახარ იმ თვალსაზრისით, რომ შენი პერსონაჟი, რომელიც ასე შეიყვარა მაყურებელმა და შენ ასე გამოძერწე, ხო? იოსება. აი ის რა სიტყვა და მითხარი ხლა, რომ დაეჯილდოვებინათ ამ ჯილდოთი. ეს თბილისია რა. აი ჩემი შვილი, ჩემი სირგო. ხო, გერმანიაშია. Sushi me ვერ ავქენი, თორე გერმანიაც ნანახი მაქვს და იაპონიაც, მაგრამ ჩემი თბილისის ყველა ასფალტის გადანაკერი მიყვარდა. აი ტროლეიბუსში რო იჯექე, ეგრე იცოდი რომ აი ვერა. კარგია. ხო, ესეც მარტო ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ არც თლად ხუმრობით. სიმართლე რო გითხრა, ნამდვილად ასე იყო, რომ ჩემმა თეატრმა ფეხი აიდგა 85 წლიდან და მოგზაურობდა ძალიან ბევრ ქვეყანაში. მაშინ ისეთი მდგომარეობა იყო, რომ ბევრს ჰქონდა ამის სურვილი, რომელიღაც ქვეყანაში ან ეცხოვრა ან ასე შემდეგ. ოღონდ არ არეგაუროთ, რა თქმა უნდა, და გაქცევით, დარჩენით და ასე შემდეგ. არც კი გამჩენია თავში აზრად ეს, იმიტომ რომ დღეს აღმაშენებელი ქვია, მაგრამ პლეხანოვზე დავიბადე და გავიზარდე და დავბერდი და შესაბამისად ყველა იქ მოძრავი ადამიანი მეცნობოდა, ვიცნობდი, სალამს ვაძლევდი და ამას ვერანაირად ვერ შეველეოდი ვერასოდეს. ეს ძალიან დიდმა სიყვარულმა იცის შენი ქალაქის, შენი უბნის, შენი ეზოს. შენ წარმოვიდგინე, ჩემს ეზოში ცხოვრობდა, ძალიან ინტერნაციონალური ეზო მქონდა და ცხოვრობდა ყველა ჯურის ადამიანი. აი ყველა თითქმის და თითქმის ყველა ენაზე ვლაპარაკობდი. ერთადერთი ნუ მიწყენე ჩემი მეგობარი სომხები, სომხურად ვერ ვისწავლე ლაპარაკი და მაიც ისე მოხდა, რომ კარგი სომეხი პაპა მათამაშეს. გააკომპენსირე, ხო მე თეატრში. ნება მიგოძე, შემოვიპატიჟო ჩვენი მეგობარი და რაც თავარია მთელი ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეულად საყვარელი პიროვნება და მსახიობი გია ბურჯანაძე. ენაცვალეთი. ჩემო გია, გილოცავ, ჩემო ძვირფასო. მადლობა, გია.
ყველანაირად შემკული კაცი ყოველთვის იყავი და აი მართლაც გიხდება ეს, რასაც ქვია საპატიო თბილისელის წოდება და მე ვიცი შენთვის რა არის თბილისელობა და მთელი ცხოვრება რომ მართლაც ღირსეულად დააბიჯებ ამ ქალაქში და გამორჩეულად რომ უყვარხარ ქალაქს, ეს ადამიანი ბრძანდები და. მადლობთ. შენთვის რა არის მითხარი შენი თბილისი? ურთიერთობები. ქალაქი ისედაც ლამაზი არის, თო კოლორიტული ქალაქი არის, ძველი ქალაქი არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ მარტო ქუჩა და ლამაზი სახლი და სკვერი ხო არ არის? ურთიერთობები არის შემთთვის თბილისი და აი რაც მე ყველაზე მეტად მტკივა და მაწუხებს ის არის ეს ურთიერთობები იკარგება. და შემდეგ ის საზოგადოება, რომელიც ცხოვრობდა. ხა წეგან გოგა იხსენებდა, ნუ ეს უბნები ჩვენი ხო ახლა ის პლეხანოველია, მე ვაკეში დავიბადე, გავიზარდე, მე ვერაზე ვცხოვრობდი, თელი ცხოვრება. ერთმანეთს ვიცნობდით. უბნები ერთმანეთს ვიცნობდით, ერთმანეთს პატივს სცემდით. ეხლა იმ დღეს გიგიდეს, ასე ჩხუბებიც იყო, ახალგაზრდები ვიყავით და ხო იცი გერჩის რა სისხლი, მაგრამ გვიყვარდა ერთმანეთს. და რაც დრო გავიდა და ვინც სოცხლები დავრჩით აი ჩვენი თაობიდან და თუ ბევრი წავიდა ძალიან ყველა უბნიდან, ერთმანეთს ეხლაც ვეფერებით რა. სულ გადარებ, აბა როგორ ახარ, რამე ხო არ გაწუხებს, წამალი ხო არ გჭირდება. აი ურთიერთობები, ეს ურთიერთობები ჩვენი მოგონილი კი არ იყო ჩვენი თაობის. აი იმ დიდი ადამიანების, იმ ლამაზი საზოგადოების რომელიც აი თბილისს ალამაზებდა. კოლორიტები იყვნენ იქ, დიდი მეცნიერები, სპორტსმენები, ხელოვანი ხალხი. ჩვეულებრივი რიგითი ადამიანები, ინჟინრები, ასე შემდეგ, გეოლოგები, ყველა. მაგრამ წარმოიდგინე იმ პატარა ბინებში, მაშინ ხო არ იყო ეს დიდი ბინები და სად ეტეოდა ამდენი ხალხი. აბა კაცო. სამთარში მithumetes თუ პალტოები და ემებით, ეს ისა და ბავშვები ეს უფროსები უცნობ სად ვეტეოდით ამდენი ეს ბავშვები მე როგეძინებოდა ისინი რო კეიფობდნენ ამ პალტოებში ვიყავით შემზრალები აი ეს იყო და აი კიდე ყველაზე მეტად ადრე სეზონები იყო ხო ზამთარს გავდა გაზაფხული ზამთარს აღარა გავს მაგი გიკვირს და გაზაფხული იყო თბილისში იყო ბევრი ხეები აი იმისი ნუშის ალუბლის იმის და პირველი ხო ეგენი იყვავიან და რაღაცა სუნი რო დატრიალდებოდა და გამოეფინებოდა ეს ხალხი და ეს ფანჯრები ღია იყო და ყველა თითქმის ყველა იმდა სიმღერა გამოდიოდა. აი ეგ იყო ურთიერთობები იყო და ის საზოგადოება სამწუხაროდ რომლებიც აღარ არიან რა. და ჩვენ თუ რამე ვართ, მაგათითა ვართ. აბა ჩვენი თუ არის დაწყებული ეს ყველაფერი, უყურებდით ამ უფროსთაობას, ოჯახებს, მშობლებს, ნათესავებს და უფროსთაობის მეგობრებს, ხო და თუ რამეს წარმოვადგებთ, ხო ჩვენი თაობის ბიჭები და რაღაცები ამათი თავი. ზრდილობაც მაგათგან მოდიოდა, ურთიერთობაც და ბევრი რამ მათგან გვასწავლი. მე ეხლა რა კი მომეცა ეს საშუალება, აუცილებლად მინდა გავიხსენო, მე და გია აი რამდენი წლის მეგობრები ვართ, ვინ მოთვლის, ქალბატონ ლილი იოსელიანთან ვსწავლობდი მე და მეოთხე კურსზე უკვე სადიპლომო სპექტაკლს რო აკეთებდით, მე ვთამაშობდი რომეოს. და აკეთებდა რომეო და ჯულიეტას. დგავდა ქალბატონი ლილი. და გია თამაშობდა მამა ლორენცოს. ვინც ეხმარება და ასე შემდეგ. დღემდე მახსოვს აი ის შეგრძნება მე როგორ შევრბოდი მასთან ტირილით ამღვრეული რომ ეს ბედურება დამემართა. და ეს ის განსაკუთრებული წამებია რაც აი ამდენი ხნის მანძილზე მე თან დამყვება და მე და გიას ეხლა კაი რამე გაიხსენა მან ესე იგი რაც თბილი იყო ახლა ნუ რომეო და ჯულიეტა თავისთავად მაგრამ წინა სპექტაკლი ამათ სადიპლომო მე ქვედა ისა ახალგაზრდა ცოტათი უცროსი ვიყავ ხო იქ მე ვიყავი ვარს კემპიტიახში აი ეს პირსისხლი არის საზღარი ვარს კემპიტია ეს იყო იაკობ ცუტე და მაშინ ტრები ვიყავი აი ეს არის ურთიერთობა. აი ამ წამებს ყველას განსაკუთრებული ფასი და განსაკუთრებული ღირებულება აქვს. და ყველა იმ წუთის და წამის ურთიერთობაში გახსენება არის ჩვენთვის რაღაცა განსაკუთრებული დღესასწაული, ჩემო გია. აი გარე. ესეა ნამდვილად. გოგა, შენ მინდა ხო ის ამბავი გაიხსნა და შემეგობართან რომ მიხვედი სპექტაკლზე დასახმარებლად ბავშვები რო იყვნენ იქ. ხო, რომელიღაც სკოლაში დგავდა ჩემი მეგობარი, რაღაც
სპექტაკლს, ოღონდ ესეთი გამორჩეული ავტორი იმ სპექტაკლს არ ყოლია და რაზეა მეთქი რო უთხარი, აი მინდა რომ საღამო გავაკეთო და იქ ნოტებიაო, ცალცალკე ბავშვები თამაშობენ ამ ნოტებს. რას ნიშნავს ვთქვათ კომედია, რა არის ტრაგედია და ასე შემდეგ, ნუ როგორც პერსონაჟები ესე არიან სცენაზე და ეთყობა წინასწარ გააფრთხილა ეს ბავშვები რომ აი ახლა მოვა ჩემი ძმაკაცი რაღაცა მსახიობი მთელი რო შევედი მთელი ეს ბავშვები სცენაზე იდგნენ ფეხზე და ადგენენ და მიყურებენ აი ესეთი დიდი თვალებით და ძალიან მომერიდა ერთმა დაიწყო დო რე მი ფა ჩაყვნენ ერთმა თქვა მე კომედია ვარ, მეორემ მე ტრაგედია ვარ. არა შვილო მე უცხარე, მე ტრაგედია ვარ. მე ტრაგედია ვარ, ვაი მე. აი ამ გასწორებაში რო ვარ, აქ ხელს ვიღაცა და მოვიხედე დიდი თვალებით, დიდი ბაფთებიანი გოგონა და მასწავლებელო მორიდებით, შეიძლება მე და ფანტაზია უბორნიაში წავალ. თორმე ფანტაზიაც ყოფილა იქ. იშვილო, ოღონდ ტუალეტი ქვია მაგას ტუალეტი. აპინ ფარიშო უბორნიაში წავალ, მე და ფანტაზია. შემოგია, მინდა გთხოვო, აი ეს შენი ცნობილი საფირმო სიმღერა რომ შეასრულო დღეს ჩვენ შოუში, რომელიც ასე გამორჩეულად უყვარს ქართულ მაყურებელს. თანაც შენ განსაკუთრებული ურთიერთობა გქონდა ყოველთვის უფროსი თაობის არტისტებთან და მათაც გამორჩეულად უყვარდი და უამრავი ძვირფასი ადამიანი რომელიც გვაკლია და ალბათ მათ მოსაგონდრად სწორედ ეს სიმღერა ყველაზე უფრო უპრიანი. ია, როგორი რამ არის, იცი, მაპატიეთ ახლა არ ვიცი როგორ შეიძლება ამ ჩემი იმის გამო, ამაწყობობის გამო ცოტა ეს ხმა. მაგრამ ეგ არაფერი, გამომივა არა და რა ვქნა. აი რო ვამბობ ხოლმე რა ჩვენ რო აი თუ ჩვენ რამეს წარმოვადგენთ ხო აი იმ კაცებისგან არის და იმ ქალებისგან რა აი რასაც თქვენი ერქვა ჯერ მღერიან და ხუმრობენ შემდეგ იუმორინა შემდეგ რა ხალხი იყო ხო ეს დიდებული ხალხი და ეხლა ჩვენი გამორჩეულები ეხლა რომელი ერთი ჩამოვთვალოთ მაგათ ენაცვალოთ შემითა ადრე თუ გვიან ჩვენს ავესრულებით და მათთან წავდგებით მაგრამ ძნელი არის უმაგათობა კი ბატონო ხო და რა ვიცი აბა როგორც გამომივა ახლა მიგორავს ნელ-ნელა მიდის დაბრდი შენ ჩემო ნიკორა გამხდარ ხარ წყნარი და მშვიდი დრო მიდის უკან არ ბრუნდება დააჭკდობს რაც ყვავილსა გავადა ამ ქვეყნას უყლა ბერდება ლამაზი ზღაპრების გარდა დრო მიდის უკან არ ბრუნდება დააჭკნობს რაც ყვავილსა გავადა ამ ქვეყნას უყლა ბერდება ლამაზი ზღაპრების გარდა იგონებ მეგობრებს ნიკორა ლანდებთან საუბარს აბა წავიდა ლომა და წიქარა წავიდა ნიშაც და ლაბაც დრო იყო ჰოირა დრო იყო თესავდით სიკეთეს გულებს რქებზე რომ სანთლები გენთოთ და ლარებით აულებდით ხნულებს დრო იყო ოირა დრო იყო თესავდით სიკეთეს გულებს რქებზე რომ სანთლები გენთოთ და ლარივით აულებდით ხნულებს
წუთია წუთის ქვეყანა წუთის წუთობით იწვება ზოგი ლხინსა თამაშსა ზოგი უცეცხლოდ იწვება დრომიდის უკან არ ბრუნდება დააჭკნობს რაც ყვალს გავადა ამ ქვეყნად სულ პერდება ლამაზის ღაბრების გარდა დრომიდის უკან არ ბრუნდება დააჭკნობს რაც ყვალს გავადა ამ ქვეყნად სულ პერდება ლამაზის ღაბრების გარდა ლამაზის ღაბრების გარდა ლამაზის ღაბრების გარდა ბრავო დიდი მადლობა ჩემს გვირფას სტუმრებს გოგა პიპინაშვილს და გია მურჯანაძეს ჩვენი შემდეგი სტუმარია საპატიო თბილისელი ყველასათვის საყვარელი ქალბატონი მანანა თოდაძე საღამომშვიდობისა მანანა ის განსაკუთრებული ემოცია რომელიც მეც მომყვება თბილისობიდან იმიტომ რომ აი მართლაც ამდენი ჩემიანია ერთში საპატიო თბილისელად მათ შორის შენ და მინდა სული და გულით მოგილოცო აი ეს საპატიო ჯილდო უღმესი მადლობა ჩემო ძვირფასო ნამდვილად ბედნიერი ვარ და სასიამოვნოდ აღელვებული ვარ მთელი ღამე არ მეძი და ისეთ ემოციებში ვიყავი მე მქონდა ბედნიერება მეცხოვრა იტალიურ ეზოში აი მაშინ გავიგე რა არის ნამდვილი თბილისი როგორ ერთმანეთს ვეხმარებოდით მქონდა ეზო და ყველას ვისაც რასაჭმელი ქონდა ჩამოქონდა და სულ სადილობდით და ვახშმობდით ეზოში აი ეს არის სიყვარული აი ეს არის თბილისი და აბსოლუტურად აი მე არ ვიცი რა ამას რა არაჩვეულებრივი იყო ეს ყველაფერი. ხადაშორის ჩვენი ძვირფასი ბატონი მურაზ მურვანიძე ამბობს ხოლმე რომ იტალიური ეზო ქვიაო ასეა დამკვიდრებული, მაგრამ მთელი იტალია მოვლენი მაგ და ასეთი ეზოები არცად არ მაქვს ნანახი და მართლაც ესეა გაწყვეტილება. ყველაზე მაგარი აი ჩვენ თბილისი ისეთი ქალაქია რომ დადიხარ ქუჩაში და მე ასე ვფიქრობ რომ ყველა ერთმანეთის ნათესავები ვართ. ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, არ არსებობს რომ ვინმე საერთო დაცნობი არ გამოუძებნობთ ნებისმიერ ადამიანს რო დაელაპარაკო და გაესაუბრო. მე ვფიქრობ რომ საერთო თბილისი და საქართველო არის ერთი დიდი ლამაზი ოჯახი. ეხლა ოჯახში ხო იცი ზოგი ცელქია, ზოგი ასეთია, ზოგი ისეთია, მაგრამ ჩვენია ყველა. და მე ყველა მიყვარს. ქუჩაში რო დავდივარ, მე ვარ უბედნიერესი ადამიანი. იმდენ ბედნიერ თვალებს ხედავ, იმდენ კომპლიმენტებს მეუნებიან, გია რომ აი ამით ცოცხლობ და აი ვერ წარმოიდგენ ეს ჩემთვის რამხელა სტიმულია და რამხელა აი ცხოვრების ყველაზე საუკეთესო პერიოდია, როდესაც შენ ადამიანებს უყვარხარ და მეც მიყვარს და მეც სიყვარულით პასუხობ ყველას აბსოლუტურად. ეჭვი არ მეპარება, შემოძირფოს ეჭვი არ მეპარება ამაში. შენ არაერთი სიმღერა გაქვს შესრულებული თბილისზე. დღეს მოიტანე ახალი სიმღერა, რომელიც გაჟღერდება ჩვენ შოუში. მითხარი რა სიმღერაა ეს? იცი გია, ეს ლეილას რეპერტუარიდან არის, ჩემი შვილის ლეილას რეპერტუარიდან. ნუ ლეილამ რო ჩაწერა რამოდენიმე ხნის წინ, სულ უსმენ ხოლმე ამ სიმღერას და აი ჩემს სულში შემოვიდა ეს სიმღერა და ლეილას უწერ, თან წერ. ეხლა ჩვენ ისეთი ურთიერთობა გვაქვს, იცი შენ ლეილას იცნობ. კარგად და აი მე მეუთხარი ლეი, მეუთხარი შენ ხო არ გეწყინება, მეუთხარი აი სიმღერა რო ვიმღერო მე რა თქმა უნდა ჩაწერო ეს არის ძალიან ლამაზი სიმღერა რომელიც ეფერება ჩვენ საყვარელ თბილისს ეფერება და თამუნა მაისურაძის სიმღერა გახლავთ ლექსიც მისია ძალიან მინდა მოვეფერო თბილისს აი ამ ჩემი სიმღერით ისეთი ლამაზი სიტყვებიც არის აი ნახავ შენ თვითონ მოისმენ დიდი სიამოვნებით მოგისმენთ
ბავშვობა გამახსენა შენმა თბილმა ქუჩებმა სიმშვიდე მომიტანა შენმა მიწის სურნებმა ასეთი საოცარი ხარ ჩემო თბილისო დღე არ გავაწუდი და მაინც შენზე რომ არ ვიფიქრო რამ ხელა სიხარული დამიდოვე ამ გულში რამდენი მოგონება დამრჩენია წარსულში როგორ არ მიყვარდა ჩემო თბილისო და შენი შვილობა მარგუნა ღმერთმა რამ ხელა სიხარული დამიდოვე ამ გულში რამდენი მოგონება დამრჩენია წარსულში როგორ არ მიყვარდა ჩემო თბილისო და შენი შვილობა მარგუნა ღმერთმა ამცის ქვეშ გაუშლია ოცნებებს დღეს ვრთები შენ სიყვარულზე წერდნენ წინაპარი მგოსნები ასეთი საოცარი ხარ ჩემო თბილისო პიროსმანი შენ ხატავდა გეტრბოდა და იმინა რამ ხელა სიხარული დამიდოვე ამ გულში რამდენი მოგონება დამრჩენია წარსულში როგორ არ მიყვარდა ჩემო თბილისო და შენი შვილობა მარგუნა ღმერთმა რამ ხელა სიხარული დამიდოვე ამ გულში რამდენი მოგონება დამრჩენია წარსულში როგორ არ მიყვარდა ჩემო თბილისო და შენი შვილობა მარგუნა ღმერთმა რამ ხელა სიხარული დამიდოვე ამ გულში რამდენი მოგონება დამრჩენია წარსულში როგორ არ მიყვარდა ჩემო თბილისო და შენი შვილობა მარგუნა ღმერთმა რამ ხელა სიხარული დამიდოვე ამ გულში რამდენი მოგონება დამრჩენია წარსულში როგორ არ მიყვარდა ჩემო თბილისო და შენი შვილობა მარგუნა ღმერთმა შენი შვილობა მარგუნა ღმერთმა დიდი მადლობა ქალბატონ მანანას წარმატებები უსურვოთ მას ჩვენი სტუმარია საპატიო თბილისელი ჩვენი დიდი მეგობარი რომარ ცხილაძე გილოცავ ჩემო რომა აი ამ მნიშვნელოვან და მართლაც საპატიო წოდებას თბილისის საპატიო მოქალაქეობას მადლობა ცოტა უსტაურად გზნობ თავს რაღაცად ვარ რომ მე ამ წოდებას ვიღეს ეს ჩემ შინაგანთან მქონდა ესეთი შეკითხვა მაგრამ ეთყობა ვარ რა ვიცი იმიტომ რომ ტელეფონი არ გაჩერებულა ხარ რა თქმა უნდა შენ ისე უყვარ ხარ მთელ თბილისს მართლაც და ამის დასტური იყო შენი ჯერ ერთი მთელი შენი საკონცერტო საქმიანობა და თუნდაც შენი ის შესანიშნავი საღამო რომელიც სავსე იყო სითფოთი და სიყვარული და მართლა მთელი თბილისი რო გეფერებოდა იყო ყველაზე კოპწია და ულამაზესი ქალაქის საპატიო მოქალაქე ეს სერიოზული პასუხისმგებლობაა ესეთი უზამაზარი და მე დიდი იმედი მაქვს რომ აი ეს ჯილდო მე ძალიან დიდ სტიმულს მოსეს მე უკვე ამას გრძნობ ღია და ეჭვი მაქვს რომ მომავალში კიდევ უფრო ძალიან ბევრ კარგ სიახლეს და დიდ სამსახურში როგორც ვიყავი ვარ და ვიქნები ჩემი ქალაქის ჩემი ქვეყნის ჩემი უსაყვარლესი თბილისის და თქვის გამობა და გადაღმა ეს ქალაქი საოცარი ქალაქი შენ ხარ ამ ქალაქის საპატიო მოქალაქე ალილუია ძალიან
რომ გავიგე სია ვის იყვნენ აი ჩემზე ბედნიერი ადამიანები ყველა მართლა ღირსეული ღირსეულები და დასთავარია ძალიან შინაურები და ძალიან ახლობლები და ისეთი შევზება მქონდა რომ აი ამაყი ვიყავი რომ მე მოხდე აი ამ სიაში და მე მოხდე ამ ადამიანების გვერდში ჩემთვის ძალიან დიდი პატივია რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შენ როგორც მუსიკოსი კომპოზიტორი სიმღერებით ეფერები შესანიშნავად ჩვენს დედაქალაქს და მინდა გთხოვო რომ მართლაც ეს აი გამორჩეული სიმღერა სადაც სიყვარული, ნოსტალგია, ასევე ქვია ამ სიმღერას ნოსტალგია და ის განსაკუთრებული მონატრება, რომელიც თბილისელ კაცს აქვს ხოლმე თბილისთან მიმართებაში, ისე ზუსტად გაქვს ასახული და გამომზეურებული აი ამ სიმღერაში, რომ რა ვიცი, მართლაც საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს და სწორედ ეს სიმღერა მინდა გთხოვო რომ დღეს ჩვენი შოუს მაყურებელს სიამოვნებით ჩვენი უფროსი მეგობარი თენგიზ ჩხეიძის არის ეს ტექსტი ივერიელი შესანიშნავი საოცარი ადამიანი მსახიობი და მუსიკოსი კი და ჩემ სოფლიოში ყველგან ისმინება ეს სიმღერა და იქაური ჩვენი ქართველები თუ არა ქართველები ყველა მიიღო და რაღაცა და არჩა ანუ არ დაბერდა აქტუალურია სულ იმიტომ რომ მასში დევს ის ფილოსოფია რაც ჩვენშია და მე ძალიან მიხარია რომ შენ დღეს ამოირჩიე ეს სიმღერა დიდი მადლობა შენ იმიტომ რომ მართლა ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესია ჩემთვის ეს სიმღერა და ძალიან მნიშვნელოვანი და უძვირფასი სიამოვნებით შემოგვიყვება ამიხსენი რაც ალარობს ჯადოსნური ნოსტალგიის რასენი თვალსნეული არ მომარჩე თბილისიო თბილისური ან არა და მოკლავს დარდი წეული მე ნატრება შენს ქუჩებში სიარული მე სიზმრება სოლოლაკი დიდუბე რუსთაველზე ბეღურები ჟრიამული თაცმინდაზე უჩვეულო სიჩუმე მენატრები დედასავით მენატრები მიჯნურივით ნატრული ვარ შენი ხილის ღმერთო ისე ნუ გამწირავ გემეტრები ერთხელ რომ არ ჩამახუდო დედა თბილი სადათქმულა ერთ პატარა ხელის გულზე ეკლესია სინაგოგა მეჩეთი ქალაქები მრავლად არის მიწის ზურგზე მაგრამ შენ ვერ შეგედრება ვერც ერთი შენ დაყოფლას ვინატრებდი აბა ის როგორ გავზოვან და როგორ ვიხარო დავიბადე თბილისური ლურჯი ცის ქვეშ მოხდები და მისი მიწაც მეხაროს მენატრები დედასავით მენატრები მიჯნურივით ნატრული ვარ შენი ხილის ღმერთო ისე ნუ გამწირავ გემეტრები ერთხელ რომ არ ჩამახუდო დედა თბილი მენატრები დედასავით მენატრები მიჯნურივით ნატრული ვარ შენი ხილის ღმერთო ისე ნუ გამწირავ გემეტრები
ერთხელ რომ არ ჩამახვდო დედა თბილის ამიხსენი რა ძალაღებს ჯადოსნური ნოსტალგიის რასენი თვარსნეული ან მომარჩე თბილისიო თბილისური ან არა დამოკლავს დარდი წყეული ან მომარჩე თბილისიო თბილისური ან არა დამოკლავს დარდი წყეული უღრმესი მადლობა რომარ ცხილაძეს სტუმრობისთვის. ეს ამით გემშვიდობებით ძვირფასო მეგობრებო და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე.